მოგესალმებით ყველას, დიდხანი პაუზის მერე დავბრუნდი, იმიტომ რომ როგორც გითხარით, გამოცდები მქონდა და ასე თუ ისე მე მგონი გადავლახე რაც რთული იყო, მაგრამ ჯერჯერობით პასუხები არ ვიცი, მაგრამ მაინც ასე თუ ისე დავბრუნდი, კიდე გეუბნებით და დღეს ვითამაშებთ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უცნაური ეკრანი არის ან სკრინი არის, რა თქმა უნდა, არ გვით ამას, იქნება Resident Evil 5. On Resident Evil 5 როგორც იცით, არანაირი remake არ აქვს, არანაირი remastered version-ი არ არის და იქნება ჩვეულებრივი Resident Evil 5, რომელიც გამოსული არის რაღაც 2010 წელს მე მგონი და ვითამაშებთ არა main მისიებს, ვითამაშებთ არამედ DLC-ებს. ესენი არის თუ არ ვცდები Desperate Escape და ასევე კიდე Lost in Nightmares, ანუ ორი მისია აქვს. მოდი ახლა დავიწყოთ ჩვენ Lost in Nightmare-ი და მე კიდე რაღაცებს გეტყვით აი თამაშის პროცესში რაც ხდება და რაც უნდა მეთქვათ თუნდაც. აქ კიდე რაღაცა სტორივით იქნება პატარა და ერთი პრობლემა აქვს კიდე ამ DLC-ებს და მაგასაც კიდე გეტყვით. აქ ვითამაშებთ ჩვენ ჯილით და ასევე კრისით. მოდი ეგ ვნახოთ single player-ი რა თქმა უნდა. არ მინდა ახლა ვიღაცა რომ ყავდეს აქ თეთრი წაიღოს იმან. Years ago, the BSAA received intel as to the whereabouts of Umbrella's founder, Oswell E. Spencer. Jill and I were ordered by the BSAA's European headquarters to apprehend him. We accepted that mission in the hopes of uncovering some info that would lead us to Wesker. Chris to HQ, come in. We're at the target's location. Copy that, Chris. Move in and procure the target. Roger that. What can you tell us about the area? The satellite scan isn't showing anything out of the ordinary, but regardless, you should expect the unexpected. Understood. We're in. Let's move. შესავალი იყო ეგეთი. ეხლა ვეცდები რომ უცებ მოგიყვეთ ნენელა რა ხდება აქ, მაგრამ მანამდე კიდე გეტყვით იმას, რომ ეხლა ფაქტიურად რაზეც ვდებდი მიკროფონს, ეგ ვერ ვიპოვე. პრინციპში აქ ქუჩის საათი იყო და მეტი არაფერი, მაგრამ მაინც. ეხლა მიკროფონი მიდევს, რა ქვია მას, მიწისძვრის რაჯანა მოქვია, მიწისძვრის კარაქის ბანკაზე ალბათ, რაც გნეს დავკვით ამას. ხოდა იმედია ხმა კარგად ისმის, მაგრამ ჩემს მიკროფონს კიდე პრობლემა ის აქვს, რომ ეს ბოლო დროი დაიწყო შხრიელი და რაღაცა შიშინი. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კიდე ისე არ არის ახლა, რომ ანუ შიშინებს და შხრიელებს და ასე შემდეგ. ეხლა რატო ვიცი აქ კიდე რაღაცები, მაგასაც გეტყვით მალე, იმიტომ ვიცი რომ ეს ვითამაშე, ანუ ვიდეო გადავიღე ერთხელ თუ არ ვცდები 2 კვირის წინ, მაგრამ აღარ დავდე, იმიტომ რომ ძალიან შხელებდა მიკროფონი, ხო და დაახლოებით 10 წუთის მანძილზე ამ თამაში რაც ხდება, ეგენი ასე თუ ისე ვიცი რა, ანუ ძალაუნებად ვიცი რა. ხო და ამიტომაც ახლა დიდად არ მეშინია რაღაცეების, მოიცა კიდე. რაღაცა იყო. We found some men down. Judging by their wounds, it looks like they were physically assaulted. I figure they're probably Spencer's security. Lord only knows what killed him. Roger that. We knew this mission wouldn't be a cakewalk. Use extreme caution. მოკლედ ხალხი ვნახეთო რა და როგორც ჩანს ძალიან რაღაცა დაემართეთო რა ფიზიკურიო და იმალოდ რომ ვიცოდით ეგ მისია რომ მარტივი არ იქნებოდა, ამიტომაც ფრთხილად იყავითო ძანო. აქ მე მგონი ბოლოს უნდა შემოვიდე, ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ მოიცა. იმედია რომ ხმა და ყველაფერი კარგად ისმის და არ შრიალებს კიდე თორე გადავირები. ხო და მოკლედ ხა რა ხდება აქ და მე კიდე გეტყვით შემზე რაღაცეებს, რაც მინდოდა რომ მეთქვა თავიდანვე. ესე იგი, თავი თამაში ნათამაშები მაქვს უკვე და ძალიან მაგარი არის მიუხედავად იმისა, რომ თამაში ძველი არის და კიდე ბევრს არ მოწონს, იმიტომ რომ ვითომ ძალიან უცნაური კონტროლები აქვსო და ვერ ვამუღამებო და ასე შემდეგ, მაგრამ მე თუ მკითხავთ, გრაფიკებიც ამ თამაშში ძალიან მაგარი აქვს. დიზაინი თვითონ ადამიანების ან პერსონაჟების კიდე ასევე ძალიან მაგარი არის. დიალოგებიც, სტორიც კარგი იყო. მე მგონი ორჯერ ვითამაშე და მესამეჯერ მინდა ეხლა რომ გავიდე, იმიტომ რომ Infinity ტყუები ავიღე. და ორჯერ კიდე რატო ვითამაშე, მაგასაც გეტყვით. მოკლედ, თავიდან რომ შევიდი თამაში, მინდოდა რომ მეთამაშე ერთხელ მხოლოდ და მერე წამოშალა თამაშის ჩვეულებრივად, იმიტომ რომ კიდე გეუბნები DLC-ებზე არაფერი არ ვიცოდი საერთოდ, მაგრამ მერე გავიგე რომ თუმცა ეს Gold Edition-ი ყოფილა, ანუ რომელიც DLC-ებით მოდის და კიდე დამატებითი კონტენტი თუ რამე არის, ყველაფერი აქვს და მოყვება. და მე გამახსენე რომ DLC-იც მაქვს, მაგრამ მეორედ იმიტომ ვითამაშე რომ ამ თამაშს და ასევე Resident Evil 6 კიდე აქვს ესეთი პრობლემა, აი ტყვიები ფაქტიურად
არა გაქვს ხოლმე. და ბოსები კიდე არის ძალიან რთული მოსაკლავი რა. Yeah. That's where all this started. ანუ ბევრი HP აქვს და კიდე ერთხელ მოკლა, მერე მეორე ფორმა ექნება, მერე მესამე ფორმა ექნება, მერე მეოთხე ფორმა ექნება და მოკლედ აი მთელი წვები უნდა შეეხარჯო მაგათ და მაგიტო გამიჭირდა. ესენი კიდე ხა იმაზე ლაპარაკობენ რომ ვითომ რაკუნსიტი გაახსენათ რა Resident Evil 2-დან თუ 2-ები რა 2-ში იყო ეგენი. ხო და დავბერდითო ვითომო მოკლედ დავახარჯე ამ Resident Evil-ში ბოლო ბოს ტყვიები, არ დავასპოილერებ ხა, მაგრამ მე მგონი ყველა მის ისედაც თუ ვინ არის ბოლო ბოსი. და არ მოკვდა რა, აი ის მუხავეს როლე თუ ბაზუკა თუ რაც არის ეგ RPG-ს როლე ერთი სიტყვით არ მოკვდა. მე კიდე ტყვიები დავუყარე Desert Eagle-ით, კიდე ეგეც არ მაგანაც არ მოკლა. პისტოლეტები, შოტგანები, პლუს კიდე იხო ჯილი არის ჩემს მხარეს, მაგრამ ვერც იმან ვერ უქნა ვერაფერი, ტყვიები მას აღარ ქონდა. და მომიწია რომ მე თავიდან გავსულიყავი, ოღონ ისე რომ დამეზოგა ტყვიები და საბოლოოდ მომიკლა. და მეორეჯერაც რომ გავდიოდი თამაშს, ვერ უკლავდი ტიპს. აი, ერთი ტყვია მქონდა დარჩენილი ჩემს დიგლში და ფაქტობრივად მაგან გადამარჩინა. თან კიდე საქმე ისაა, რომ აქ Infinity ტყვიებსაც ვერ აიღებ, თუ თამაში დახურული არ აქვს. და ნუ ფაქტობრივად მიწევდა რომ მომეკლა ეგ ბოსი და მოკალე კიდეც საბოლოოდ და მე უკვე კიდე რაღაცები ვითამაშე იმისათვის რომ ქულები ამეღო და მე კიდე Infinity ტყვიები ამეღო რა თქმა უნდა. ხო და რავი გამიხარდა რომ საბოლოოდ მოკვდა ეგ ბოსი და გადავში ერთი სიტყვით. და მე გავახსენე რომ DLC-ებიც აქვს და კიდე ავტომატურად ბარემ პატარა DLC-ები თუ არის გადავიღებთ ხო და აჰა მეც მოვედი აქ და ვიღებთ. არა როგორც ისი კიდე Resident Evil-ი ძალიან პოპულარული არის საქართველოში, ნუ სხვა single player-ებთან განსხვავებით და შედარებით. მეც მომწონს კიდე და კიდე ვიტყვი, ეს თამაშები ანუ Resident Evil-ები მომწონს, იმიტომ რომ Rezex უყურებდი ადრე და არც მაინტერესებდა სიმართლე რომ გითხრათ, აი ვფიქრობდი რომ მეთქი ეს რასის სულელე იქნება თქო და არ მომეწონება თქო. იგივე ეს ვფიქრობ კიდე Assassin's-იც. Assassin-ი მხოლოდ დათამაშები მაქვს Odyssey, მაგრამ არ დამიხურია. და კიდე ვითამაშე Origins, ხო, Origins-ი დავხურე და მომეწონა. მაგრამ ადრე ძველი კომპიუტერი რომ მქონდა, მაგ თამაშს თამაშობდით 2-ების რაღაცა 25 FPS-ით და ძალიან საშინელება იყო მართლა. ნუ ეგ არის მთელი ისტორია ხა, რაც მოხდა ამ თამაშთან დაკავშირებით, იმედია რომ ყველაფერი კარგად მოყვევი და კიდე გარკვევით, იმიტომ რომ არ მიძინია წესიერად. მე მგონი ერთი კვირა არის უკვე მაგ გამოცდების გამო და ცოტა არეული ვარ ხა მეც. მაგრამ იმედია რომ გაიგეთ. ერთი რაც მინდა ეხა ეგ რო დავიკიდოთ მთლიანად აი ხმა ანუ არის შრიალოს რა მიკროფონმა ძალიან დიდი იმედი მაქვს და ეხლა რაც შეეხება კიდე ამ DLC-ში რა ხდება მოკლედ ცოტა ალბათ სპოილერები მომიწევს მინდა რომ სპოილერების გარშე ჩაიეროს ამ ყველაფერმა მაგრამ არ მგონი რომ გამოვიდეს ეგრე მოკლედ მთავარ თამაში უკვე სწორედ აი ამას ანუ ჯილს მოგვტაცებს ვესკერი ნუ ფაქტიურად მე მგონი გადაგვარჩენსავით რა ჯილი და გადავარდებიან ვესკერი და ეს ფანჯრიდან და მე აი ამას წაიყვანს ეგ ვესკერი კიდე გეუბნები სპოილერები არის ეხლა და ვისაც არ გინდათ რომ მოვისმინოთ მაგრამ მგონია რომ ყველა თამაშები ექნება ეს ისედაც ხო წაიყვანს გადააქცევს მისი ენა და მე ფაქტიურად ჩვენ გვებრძოლება ცოტა ხანი ჩვენი ჯილი და იმ სასახლეში ვართ ეხლა ჩვენ ფაქტიურად შესული სადაც ეგ მოქმედება ხდება რა ანუ რომ ჯილი გადაგვარჩენს ჩვენ ანუ კრის და მე ვესკერი გადაარჩენს ვითომ ჯილს იმიტომ რომ დიდი შენობიდან თიდან გადავარდებიან ესე რომ ვთქვათ რა და ვესკერმა რო არ გადაარჩინოს ჯილი მაშინ ალბათ ვესკერის მოკვდებოდა ეგ და ჯილიც ხო და გადაარჩინა ვესკერმა და გახადა მისიანი მაგრამ მე გადმოვიბრეთ ისევ ჩვენ და მაგ სასახლეში არის ხა მოქმედება და ამ სასახლეში კიდე არის ერთი ტიპი მოხუცი კაცი არის რომელსაც უნდა რომ ფაქტიურად იყოს აი ეს კაცი აგერ რომელსაც უნდა რომ იყოს ესე რომ ვთქვათ ვირუსის C ვირუსი არის ეს თუ არ ვცდებით რომელიღაცა ვირუსი არის და მაგ ვირუსის ექსპერიმენტებს ატარებს ამ სასახლეს ქვემოთ რომ მე ეგ ვირუსი დახვეწოს ძალიან და მე მისით გაიკეთოს და ფაქტიურად ვირუსის ღმერთი გახდეს ალბათ ანუ მთავარი რა ესე რომ ვთქვათ და აკონტროლოს მსოფლიო და მე ყველა დაავირუსოს და ყველა ფაქტიურად მის გონებაზე გადმოიყვანოს. მაგრამ საქმე ისაა რომ თუ არ ვწდები, შეიძლება მეშლებოდეს, ვესკერსაც გაუკეთეს მე ეგ ვირუსი და ვესკერს გამოუვიდა ყველაფერი და ექსპერიმენტად კი არ გამოჩნდა ეგ ვესკერი პირიქით, გამოჩნდა ისე რომ ანუ მაგის ხეულმა ვირუსი კარგად მიიღო და ძალიან გაძლიერდა.
და ეს კაცი კიდე რაღაც მოხუცი იყო და რაღაც ამასაც უნდა რომ ყოფილიყო ისევე იგივენაირად ძლიერი და თან კიდე მსოფლიოს დაპყრობა უნდა და მაგ ვირუსი და ასევე მისი სიძლიერის დახმარებით ვესკერს ცოტა არ იყოს და შეშურდა სავით რა ანუ ვესკერის შეშურდა ამ მოხუც კაცს და ვესკერმაც რო იცოდა ამ მოხუც კაცს რაც უნდა და ჩამოიშორა რა და მოკლა და მაგ სიკვდილის მერე მე მგონი შემოვარდებიან ჯილი და ჩვენი კრისი აქ და მერე მოხდება ის რომ ვესკერი გადააგდებს ან ჯილი გადააგდებს ვესკერს რაღაცა მთიდან მოკლედ ძალიან არეული სიტუაცია არის ხა მეც მართლა დავიბენი და მე მგონი თქვენს ვერ გაიგეთ ვერაფერი რაც ვლაპარაკობთ და რაც მოდიალობ მაგრამ ეგ არის და ეგ რა აქ კიდე რაც წერია ესენი ზოგი განაკითხი მაქვს ანუ ერთი მსახური არის ვინც უვლის მაგ მოხუც კაცს და ის მსახური ამბობს ეგეთ რაღაცეებს რომ მეო ვუვლიო რა ამ მოხუც კაცო და ზოგჯერ რომ იწევს რომ ჩავიდე ამ სასახლის ქვედა სართულზეო სადაც ტარდება ექსპერიმენტები ადამიანებზე და იქო საშინელება ხდებაო და ვესკერიო უნდაო კიდე რომ მოიყვანო ანუ ვესკერი ფაქტიურად მაგ ქალმა მოაყვანია აქ მაგ ქალმა კი არა მოხუცმა კაცმა უთხრა მის მაგ ქალს ვინც არის მსახური რომ ვესკერი მოიყვანა ჩემთანო და არ ვიცი რისთვის უნდა და მე მგონია რომ ვესკერის სისხლი უნდა და რომ ვითომ ვირუსი გაეძლიერებინა და მე ეგ ვირუსი ჩასხმულიყო მაგ მოხუცი კაცის სისხლში იმისათვის რომ ეგ მოხუცი კაცი უფრო ძლიერი ყოფილიყო ვიდრე ვესკერი ძალიან ჩახლართული არის მართლა და ნუ ეგ მსახური ვინც არის ქალი მე ამბობდა მაგ წერილებში ეგეთ რაღაცებს რომ დიდედო არ მოწონსო ის ფაქტი თუ რაც ეხა ეს კაცი აკეთებს უაკო ანუ ეგ მოხუცი კაცი რაღაცეებსო ვითომ იმალავსო ზოგჯერ რომ არ მეუნებაო და ასე შემდეგ მოდი ამას მიცემ ჩვენ ამასაც მიცემთ ამას და ამასაც ხო ნუ მოკლედ რაც გავიგე ხა და რაც ვიცი არის ეგ შეიძლება კიდე გეუბნებით ვწდებოდი რაღაცეებში შეიძლება კიდე რაღაცა ძალიან არასწორად გითხარით ან არეულად გითხარით მაგრამ სწორად ეგეც კიდე იმიტომ რომ როგორც გითხარით უკვე ცოტა გაბრუებული ვარ მართლა მაგრამ უბრალოდ მინდა რომ ეს თამაში ვითამაშო და თქვენს გაჩვენოთ თან DLC არ მითამაშია მართლა აი ამის მერე უკვე პადვალში ჩავალ თუ სარდაფში და იმის ეგეთ აღარ ვიცი რა ხდება კულებს რო ვიღებ კიდე არის მაგით არ ვიცი რა ხდება საერთოდ მართლა და ერთი კიდე რაც არის ის რომ ამ თამაშს ანუ პრობლემა აქვს რომ გითხარით და რაღაცა მოკლედ არ ინახება რა ანუ ვერ შევინახავ ამ თამაშს ვერანაირად ხო და მომიწევს რომ ამ ვიდეოს რო დავამთავრებ ან უნდა ვითამაშო ეს თამაში მთელი 1 საათის მანძილზე რის იტევადობას მე სამწუხაროდ არ მაქვს ან კიდე მომიწევს რომ ერთი ვიდეო გადავიღო მე კიდე თავიდან დამაწყებიებს მე მივიდე იმ ნაწილამდე და მე კიდე ასე გავაკეთო ყოველთვის ფაქტიურად და მაგიტომაც ეხლა რა ვიცი ვესწრები რომ ცოტა დიდზე გავიდე მაგრამ ერთი პრობლემა კიდე ისაა რომ მიკროფონმა არ მინდა რომ იჭრიალოს თორე რა აზრი ექნება ხა დიდზე რომ გავიდე და მე გავანებო თავი და ეხლა რასაც ვაკეთებთ როგორც მე გავიგე ყოველ შემთხვევისთვის არის ის რომ უნდა შევამოწმოთ ეხლა რა ხდება ამ სარდაფში სადაც ის მოხუცი კაცი აკეთებდა ექსპერიმენტებს სხვადასხვა ადამიანებზე და მე მგონი ცხოველებზეც კიდე რომ გაეგო თუ როგორ უნდა გაეძლიერებინა ვირუსი რათა მისთვის გაეკეთებინა და მე მისთვის რომ გაეკეთებდა დაიპყრობდა ესე რომ თქვა ქვეყანას ალბათ Resident Evil 6-ის გადაღებაც მინდოდა სხვათა შორის მაგრამ ეგ თამაში საშინელება არის. აი, საშინელება იმ ხრივ არის, რომ გეიმპლეი აქვს ძალიან ცუდი, თორე ვისაც აინტერესებს ისტორია მაგ თამაშის არის ძალიან კარგი. მართლა მაგარი თამაში არის ისტორიას თუ მიყვები. და ისე რა გითხრა. ეს მივიცეთ ამას, დიდად არ იყენებენ ესენი ამ იარაღებს, მაგრამ მაინც. აი, ეხა უკვე მართლა არ ვიცი რა ხდება აქ. და ამ კულებისაც კიდე არ ვიცი რა უნდა ვიყიდო თუ რამეს ყიდულობ საერთოდ. ჩემზე კიდე რა უნდა მეთქვა, აღარ მახსოვს.
რა პრობლემა აქვს ამასო, მაგრამ მე რატომღაც მეგონა რომ პრინციპში ჯერ ეს მომენტი ხდება, ჯერ ეს მომენტი არის უფრო სწორი და მერე არის ის. მერე არის მთავარი. ვა. ამდენს გაიწი ადამიანო. ამდენს თუ დამაკლებ და მართლა არ მეგონა. ისიც მოკვდა? მაშინ მოდი ავიღოთ ახლა ჩვენ ეს. ვიცი რობოტები თამაში ახლა ცოტა მართლა, იმიტომ რომ დიდი ხანი არ მითამაშია ეს თამაში და კარგად აღარც მახსოვს რა როგორ ხდება, მაგრამ იმედი არ ადგება ახლა ეგ. აი, აქეთ ხო, ქვემოთან წავიდე ესე პრინციპში. არ ვიცი, ერთ კაცინს კიდე დავალოდები ალბათ და იმედია რომ მაგ კაცინი როცა იქნება, მერე მაგ კაცინიდან გამაგზელებიებს და კიდე თავიდან არ მომიწევს ამ ყველაფრის გასვლა. არა და Resident Evil 6-ის გადაღება როგორ მიდოდა მართლა რო იცოდეთ, აი მართლა ძალიან მიდოდა, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდა. გაიწი ჯირო, გაიწი. ტყუების ახარჯოც ხა იმდენად არ მინდა ამაზე. რა დებილები არიან ეს. ამას ვერ ვიტანდი ზოგადად ვერცეთ Resident Evil-ში, ვერცეთში რა, 6-ში და 5-ში. რომ ვიღაცა ყავს და არც გეხმარებიან წესიერად. და პირიქით ხელს გიშლიან. შოტგანი გავამეყენებინა ესე თქო, მაგრამ რა ვიცი, კაი დავიკიდოთ, არ გვინდა შოტგანი. ხო, ჩემზე რაც უნდა მეთქვა არის აი წონა რა. წონა მე მგონი დავკარგეს საშინლად, იმიტომ რომ ვერ ვჭამ ვერაფერს ახლა. ან თუ ვჭამ კიდე ფაქტიურად ერთი და იგივე რაღაცეები არის და აი ჩეკპოინტი დაწერე ახლა, მაგრამ არ მაგზელებინებს მაგიდან და რა აზრი აქვს მაგ ჩეკპოინტს რომ იწერს. აკა ხვალ. ავა. ეს უფრო ძლიერი ჩანს მე მგონი. ხო და წონა დავკარგე მე მგონი ძალიან, იმიტომ რომ ვერ ვჭამ ვერანაირად, თან ერთი და იგივე კიდე გამომივიდა ყელში უკვე აი ეს კვერცხის ჭამა გულს მირევს ფაქტიურად. ადრე მართლა ვჭამდი ხოლმე კვერცხს და ფაქტიურად მიხარობდა კიდეც, იმიტომ რომ რაღაც კაი არის თქო დადებითი არის თქო, დადებითი ეხაც კი არის, მაგრამ რეალურად რო ვჭამ გული მერევ, აი ძლივ ვჭამ ფაქტიურად. და აღარ მინდა უკვე არც ეგ, არც ფილე, არც ბრინჯი, არაფერი, რაღაცა მინდა წესიერი, მაგრამ არც ვიცი რა მინდა და არც ვიცი რა ვჭამო. გამოდი აქ. ხო და მაკედან გამომდინარე რა წონაც ვიყავ, მე მგონი ეგეც დავკარგე და ვაფშე мотиваციას დამეკარგა კიდე მე მგონი ყველაფრის და არ ვიცი როგორ იქნება მართლა, ნახოთ უნივერსიტეტმა კიდე ხო ვაფშე ტვინი წაიღო, აი ძალიან სრდილობიანად რო ვთქვათ. კიდე ეგ არის? ხო ეგ არის. მაგრამ ერთ პლუს ეხა რაზეც ვიტყვი ამ თამაშებსაც აქვს, ანუ Resident Evil 6 ამისგან განსხვავებით არის ის რომ Resident Evil 6-ში პერსონაჟი არ კვდება მაინც. პერსონაჟი რა ვინც გეხმარება რა, აი ჯილი ხა მაგალითად ხვდებით რომ ხელს მიშლის ძალიან და იქ Resident Evil 6-ში ეგრე არა, იქ პირიქით არ კვდება, რამდენიც არ უნდა ურტყან, არც ტვები არ ელევა, არაფერი საერთოდ. კიდე ესა. კაი. საიდან წავიდეთ, ხო მოდი აქედან. ეხლა ალბათ კარებს გავხსნით კიდე და მაგ კარს რო გავხსნი, დავამთავრებ, იმიტომ რომ ძალიან არ მინდა რომ გავწერო თამაში. ეს ემოთა მოხდა ეხლა?
ნუ ერთი რაც არ მინდა ეხლა ძალიან ამ თამაში არის რა ქვია იმას boss fight-ი რო იყოს. იმიტომ რომ boss fight-ისთვის ეხლა მზად ნამდვილად არა ვარ, მით უმეტეს ესეთი ტყვიებით. და ჯილისგან კიდე წამოვიღებ ეხლა მე იმას სნაიპერს, იმიტომ რომ იმას როგორ ჩანს ავტომატი ქონია კიდე. SMG ესე რო თქვა. კაი, ეს როგორ გავაღოთ ეხლა? რამე იდეა გაქვს? ეკლები და რაღაცები რო აქვს, მეგონა რომ ეგრე არ გაიღებოდა, მაგრამ გაიღო. checkpoint-იო დაგვიწერა. აქ ალბათ დავასრულებ, მაგრამ რა ვიცი. იმედია რომ აქედან გამორძელებინებს, თორემ მომეწევს ძალიან ბევრი ის გასვლა. I'm fine, but I lost most of my gear. სადაა იქ? Same here. Alright, try to find a way out of there, and I'll find a way to meet up with you. Copy that. Watch your back. მოკლედ, ფაქტიურად ნახევარი ყველაფერი დავკარგეთ და რანაირად, ანუ ჩამოვარდით აქ და ეგ ყველაფერი ხო ხელში მეკავა ესედაც. ნუ, კაი, დანა მაინც მაქვს, რაც მთავარია. ხოლო მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო, იმედია ვიდეო მოგეწონათ, ვიცი რომ ძალიან ბევრი ვიბოდიალა და ძალიან ბევრი ის იეპინგი იყო ან რაც ქვია მაგას და არ გამოვიდა სავით ისე როგორც ალბათ მე მინდოდა რომ მეთქვა ამ თამაშის ისტორია მთლიანად და კიდე რაც გამოვიარე ამ თამაში, იმიტომ რომ მავიწყდება სავით რა, ანუ თამაშობ და თან კიდე დაახლოებით ერთი თვის მერე რა ვითამაშე, ასე თუ ისე ახალს მახსოვს, რაც ცუდი არის ვიცი ძალიან, მაგრამ რაც მახსოვდა ფაქტიურად იყო ეგ. ეხლა კიდე წავედი, წარმოდები ყველას და დროებით.